ჩინეთის სამხრეთში გუანსის ავტონომიურ რეგიონში ძლიერი წვიმების და წყალდიდობის შედეგად გველების მომშენებელი ფერმა დაზიანდა, რის შემდეგაც დაახლოებით 900 გველი გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეულ გველებს შორის არიან როგორც უშხამო, ისე შხამიანი სახეობები, მათ შორის კობრებიც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გველების დაჭერა საკუთარი ძალებით არ ეცადათ და ნებისმიერი შემთხვევა შესაბამისი სამსახურებისთვის ეცნობებინათ. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო და საგანგებო სამსახურები, რომლებიც გაქცეული გველების მოძებნას და დაჭერას ცდილობდნენ. წყალდიდობის გამო დაზარალებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივ საავადმყოფოებში გაიზარდა ანტირაბიული მარაგიც, რადგან გველის კბენის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.